სახელითა მამისათა, დაძისათა, დასული საწმიდისათა. მაკურთხე უწმიდესო და უნეტარესო. ჩემო ძვირფასო, მართლმადიდებელო ქართველო. პატრიარქის სიტყვაც რო არ ყოფილიყო, მე ამის მომხრე ვიყავი, რომ არ გაიყიდოს ქართული მიწა-წყლები, წიაღისეული, არავის ეს არის ქართველებისა, ეს არის ჩვენი. პატრიარქი ამბობს, მოგეხსენებათ, ძალიან ბევრჯერ ეს იდო კომპიუტერებში, რომ აი ამის უფლება არ აქვს, რაც თქვი, არც პატრიარქს, არც მეფეს, არც პრეზიდენტს, არც პრემიერ-მინისტრს და მით უმეტეს არც რიგით მოქალაქე თქვა ბიძინა იონაშვილს. ამიტომ 7 დეკემბერს, აი ჩემი მფარველია წმინდა ეკატერინე, მისი ხსენების დღეს მოუწოდებ ყველას, ჩემ თავს პირველ რიგში, რომ ღმერთმა ღირსი გამხადოს, თბილისში, ესე იგი, არაბიზაციის შესახებ მიტინგზე ჩამოსვლისა. არც გონიოში, არც თბილისში არ შეიძლება ამის გაკეთება. არცად დედამიწის ჩვენ ქვეყანაში. ეს რასაც გამოიწვევს, ბევრმა გაანალიზა უკვე და მე ამის ანალიზირებას აღარ გავაკეთებ. მე ვადიდებ წმინდა დავით მეფეს კეთილმსახურს 900 წლის უკან გაათავისუფლა მან თბილისი 400 წლიანი მონობიდან და დღესაც არაბები, როგორც მე გავიგე, თბილისს არ ეძახის, მაშინდელ სახელით იხსენიებენ თბილისს. რა დროს, ესე იგი 900 წლის უკან როგორც ამბობდნენ. არის ემიგრაცია და ემიგრაციაში მე 8 სული მყავს იქა, 3 შვილები, მე-4 აქ არის, შვილიშვილები და ლოცულობ, ვევედრები ღვთისმშობელ მარიამს რომ გვიშვალდგუნოს, რომ შვიდობიანად ჯანმრთელად ჩამობრუნდნენ ქართველი მართლმადიდებლნი მიგრანტები გასულიყვნენ ჩვენი ქვეყნიდან და ღმერთმა დაგვიბრუნოს გაყიდული მიწები და ეს სტატისტიკაც მე მოვისმინე, ძალიან დიდი ნაწილია გაყიდული არაბებზე უკვე და ახლა უკვე ძალიან ბერწყვიდიან. 15 წლის უკან აქ ჩვენთან ხიხავთა 100 გექტარი იყო გაყიდული და მაშინ იქიდან დაწყებული მე ამაზე საუბრობდი, ჩინელებზე, იტალიელებზე, ფრანგებზეც ყოფილა, რუსულ მოქალაქეებზეც ყოფილა და ჩვენ ძალიან ცუდ დღეში ვართ. მაგრამ დიდება უფალს პირველ რიგში ჩვენმა დიდმა მამამ, უწმიდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ აღიმაღლა ხმა და მიტო არ შეიძლებოდა მაგ ადამიანის გარდაცვალება და კიდევ ერთი 20 წელი უნდა იცოცხლოს. ეს არის ჩვენი პირდაპირ ფარი. ახლა დიდებას ვერ ვიტყვი ადამიანზე, მადლობა ეპისკოპოს მეუფე გიორგი ჯანდელიას მადლობას ვუხდი მთავარეპისკოპ სპირიდონ აბულაძეს და მადლობას ვუხდი ჩემ დიდი ხნის ძმას დეკანოს მამა სპირიდონ ციფურიშვილს და ყველა გამოსულ ვინც სიტყვა თქვა და მებრალება ყველა მით უმეტეს სამღვდელო დასიდან ვინც ამ დროს მას არ იღებს, ის იქნება ნაწილობრივ მონაწილეა ამ უბედურებისა. დამლოცე უწმიდესო და უნეტარესო, მაკურთხე პირველად ჩემ უწმიდე შევხვდი 93 წელში და აი ახლა ამის მერე ურთხეული ვარ და 32 წელია ღვთისმსახურებაში ვარ. მისი ლოცვა-კურთხევით, აც განსვენებული მიტროპოლიტი კონსტანტინეს ლოცვა-კურთხევით და ჩემი დამხასიათებლისა მამა თევდორე ქებაძის ლოცვა-კურთხევა აც ისიც გარდაცვლილია. ქართველებო, შემართება და შემართება. ძალიან დიდებული სიტყვა, თუ ჩვენ მტერს, ჩვენ მიწაზე სიკვდილის არ ეშინია, მე ხო ბედნიერი ვიქნები, თუ ჩემი ეკლესიისათვის, თუ ჩემი ერისათვის, ჩემი შვილებისა, შვილიშვილებისა, 9 შვილიშვილები
და სულიერი შვილებისათვის მოგდებით ჩემ მიწაზე. დამლოცეთ მამებო, მეუფე გიორგი მეუფე სპირიტუმ და რაც თავარია უწვიდესო, უნეტარესო, დამლოცე მამა სპირიტუმ და ყველა ვიც ხმა აღიმალეს. მე ამაზე საუბრობდი ამბიონიდან 2008 წლიდან სიაგისაულზე და ვალებზე, როგორც მოგეხსენებათ ეს ვერაგული ვალები შემოდის და იქიდან წილს იღებენ და უძვირფასესი მანგანუმი გადის და იქიდანაც წილს იღებენ და კიდევ ბევრი რამე ვიცი, მაგრამ ახლა პირველ რიგში მოწოდებას ვაკეთებ 7 დეკემბერს 4 საათზე შეკრებაზე მოვიდეთ. ეს ყველა საქმეა. მე ვიცი რომ როცა ადამიანი ასეთ რამეს დააკლდება, ის აიხანს ვერ გამოვა მდგომარეობიდან. არ შეიძლება ადამიანი იყოს ისეთი უსინდისო, რომ მას ეს არ შეაწყვეტს. რაც შეეხება მარტივად ვიტყვით ისეთ დიდ ქვეყანას შეექმნა პრობლემა, როგორც არის ბრიტანეთი, ინგლისი, გერმანია, საფრანგეთი. არაბები უკან დამხევი არ არიან და არაბებზე არანაკლები ზეწოლას ახდენენ ინდუელები და ჩინელები. ჩვენ არავის არ ვეუბნებით, მაგრამ გაყიდვა არ შეიძლება მიწა წყლისა, სიაგისეულის სიმდიდრისა და მოსახლეო, ესე იგი უფლების მიცემა არა ქართველისა ჩვენს მიწაზე. მე ბევრჯერ გავიგე, რომ ქართველ ადამიანს, რომელიც ცხოვრობდა სხვა ქვეყანაში და ძალიან განათლებულია, გამოცდა ჩაუტარეს და ჩაიჭრა პირველ შემთხვევაში, მერე მოემზადა, ფული გადაეხადა და მოემზადა და დიდი გამოცდის მერე, ესე იგი ჩაუთვალეს, რომ ის არის საქართველოს ეკლესიის შვილი და საქართველოს მოქალაქეობის უფლება აქვს. ასე რომ ინდუელებმა, ჩინელებმა, არაბებმა რაც არ უნდა ჩააბაროს და რაც არ უნდა გინდათ არაბების სხვათაშორის ფიცი არის ძალიან ძლიერი ნაწილი მართლმადიდებელები. იქ იცით გახსოვთ ალბათ როგორ შედიან იერუსალიმის ტაძარში, არც ისინი არ მინდა ჩემ ქვეყანაში მოვიდენ, ერთად წირვა დავაყენოთ, თუ ღვთისმსახურები არიან, პურსაც გავუშლით, მარილსაც კარგი ღვინოს დავალევიოთ და გაწავიდეს ხაზე. აბა, მადლობა უფალს, მადლობა ღვთისმშობელს, მადლობა წმინდა დიდებულ მოციქულ თადეოს, მადლობა ჩემ ფარველ წმინდა ეკატერინე ყოვლად ბრძეს, იმ დღეს მისი ხსენება არის.